სარფის საბაჟოზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე გადასვლა ისევ ნაწილობრივ შეზღუდული რჩება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც თურქეთში გადასვლას სურთ გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მოამბის გადამღები ჯგუფი. ბოლო ინფორმაციას მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის ახლა მოამბის ეთერში. სარფის საბაჟო ამ დროისთვის ისევ ჩაკეტილია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ დღეს თურქეთში მოხვედრას. მათი ნაწილი სარფში იმყოფება და ელოდება საბაჟოს გახსნას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით 12 საათის შემდეგ შესაძლებელია მიმოსვლა აღდგეს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რა წყაროზე დაყრდნობით მიიღეს მათ ეს ინფორმაცია. სხვა სახის შეზღუდვები სარფის საბაჟოზე პრაქტიკულად არ არის. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში გადასვლას ცდილობენ, უპრობლემოდ კვეთავენ საზღვარს, როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანებით, ასევე უპრობლემოდ შემოდიან როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მოქალაქეები საქართველოს მიმართულებით. ჩვენ გავესაუბრეთ ქართველ მგზავრებს, რომლებმაც სტამბული გუშინ 12 საათისთვის დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ ამ დროისთვის ქალაქში საეჭვო არაფერი იგრძნობოდა, მათ მთელი გზა ავტობუსით მშვიდად გამოიარეს. აღნიშნეს, რომ რამდენიმე ქალაქში ისინი შეესწრნენ მასობრივ დემონსტრაციებს, რაც შეეხება სარფის საბაჟოს გადმოკვეთას, მათ აქ პრობლემები არ შექმნიათ. მშვიდად გამოვედით ძალიან, მშვიდობა ანკარა გამოვიართ, ჩვენ არაფერი შევხვდით, ანკარაში ავით, რომ გადაკეტილი იყო გზები. მარტო პოლიციამ გაგვაკონტროლა. პასპორტები მოგთხოვეს და ეგა. საბაჟოც უპრობლემოდ გადმოკვეთით. კი, უპრობლემოდ გადმოვკვეთით. გადმოვედით შიშით. უპრობლემოდ გადმოკვეთეთ საზღვარი? კი. საიდან მოდიხართ? ანტალიიდან. სტამბულიდან მოვდივართ. რა სიტუაცია იყო სტამბულში? ჩვენ წამოვედით შვიდობა იყო, მერე დაიწყეს. რაც მოხდა არ ვიცი. ჩვენ წამოვედით შვიდობა იყო. გზაზე პრობლემა ხო არ შეხვედრიათ რა? არა, მიტინგი იყო ერთი ორგანმა და არაფერი, ჩვენ გამოვედით ჩვეულებრივ. 12 საათისთვის ველოდებით პასუხსო. იქნება თუ არა გადასვლა და ველოდებით ჩვენ 12 საათს. ვიგითხრათ? აი შესასვლელში დაცვამ. დილით მოსული ვართ 8 საათს მერე და ვიცდით. როგორც გითხარით, სარფის საბაჟოზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და შეზღუდვა რჩება მხოლოდ იმ ქართველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ დღეს თურქეთში მოხვედრას. მერაბ წულუკიძე მოგვაწოდა ბოლო ინფორმაცია სარფიდან.